რუსეთი არის როგორც თვითონ უნდათ, სურვილი აქვს ყოველ შემთხვევაში მესამე რომი, პირველი რომი, შემდეგ ბიზანტია მეორე რომი და მოსკოვი თითქოს მესამე რომი. ბევრი რაღაცა ისწავლეს, ბევრი რაღაცა გადმოიღეს რომიდან და ბიზანტიური პოლიტიკიდან, მათ შორის ერთ-ერთ ლექციაზე შევეხებით მათრახის და ნამცხვრის პოლიტიკა, როდესაც მცირე დათმობის ფონზე უფრო დიდს იღებ ართმევ დაყავიდა იბატონე ცნობილი რომაული მიდგომა, გათიშე და იბატონე იგივე და შესაბამისად ჩვენ აჯანყებებსაც ყოველთვის გასდევდა ეს ფონი. ჩვენ დაპყრობას და მე უკვე აჯანყებების პერიოდში ძალიან კარგად იყენებდა რუსეთი, ზოგჯერ თვითონ ქმნიდა ფონს, რომ ქართველები დაეპირისპირებინა, ან თუ არსებობდა დაპირისპირება, იმას ძალიან კარგად აღრმავებდა და რასაკვირველია, ქართველების ხელით უფრო იოლად გამოდიოდა, ჯერ ერთი რესურსი მიზოგებოდა რუსების, მეორე უფრო კარგად ახერხებდნენ ქართველების დამარცხებას. აქ ზოგჯერ ცოტა ესეთი რადიკალური შეხედულება მაქვს, მაგრამ ასე მგონია, რომ ქართველის წინააღმდეგ უფრო კარგად იბრძოდა, უფრო მონდომებით იბრძოდა, როგორ თუ შენმა მსგავსმა დაგამარცხოს. შენ თუ მარცხდებოდი დიდ იმპერიასთან, ეს უფრო მისაღები იყო, ამას შეგუებული იყავი წინასწარ და ძლიერთან დამარცხება ზოგადად ასეთია, ხო? თუნდაც სპორტში განწყობა, რომ თუ დამარცხდი და აუტსაიდერი ხარ, არაფერი, არა უჭირს, ატანადია, ასატანია. აი, როდესაც შენ მარცხდები შენ დონეზე მდგომთან, ან შენ თუ ფიქრობ, რომ ის შენზე სუსტია გაცილებით, მით უმეტეს არ უნდა დამარცხდე, ყველაფერი უნდა გააკეთო. ამიტომ ქართველები რომ იბრძოდნენ, ისინი თავის თავს ხედავდნენ იქ მეორე მხარეს და უფრო მეტად ცდილობდნენ რომ დაემარცხებინათ, მოეკლათ, გაეტეხათ